ცხოვრება ნახევრად დანგრეულ სახლში 33 წლის ლია სოზაშვილი 5 მცირეწლოვან ბავშვთან და მეუღლესთან ერთად მალე შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ოჯახმა ბანკიდან 5 თვის სახელმწიფო დახმარება წინასწარ გაიტანა. სოზაშვილებისთვის ერთადერთი შემოსავალი სწორედ სოციალური დახმარებაა. ლია სოზაშვილი მეუღლესა და 5 შვილთან ერთად ავჭალაში ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახი 150 ლარიან სახელმწიფო დახმარებას და დიასახლისის დაზიანებული მხედველობის გამო 70 ლარიან პენსიას იღებს. თუმცა ბავშვების ავადმყოფობის გამო დედას რამდენიმე თვის დახმარების ერთბაშად აღება მოუხდა. ბავშვები მეც ცუდად ვიყავით. წამოილის ფული არ მქონდა რომ ეყიდა ძალიან ძვირები ღირს ეს წამები. ეხლაც ბოლომდე არც მე ვარ გამოკეთებული, არც ბავშვები. მაგრამ რა ვქნათ. ავარიული სახლი, რომელშიც ოჯახი ამჟამად ცხოვრობს, ლია სოზაშვილის მეუღლის ნათესავს ეკუთვნის. სახლის პატრონი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა მალე დაბრუნება ძველი სახლის დანგრევას და მის ადგილას სახლის აშენებას აპირებს. მარტიდან ოჯახი თავშესაფრის გარეშე რჩება. შეჭრით მე ვერსად ვერ შევიჭრები, იმიტომ ბავშვებს ვერ მივცემ მაგალითს, რომ აი დედამ ეხ გააკეთა მე ესენი ციზდები, ამათაც ოჯახი ეკნება. უკიდურესი გაჭირვების გამო ყოველდღიურ საკვებს ბავშვები უფასო სასადილოდან იღებენ. ხიძლებია ნახევარ სულზე. არ ყოფნით. შუა დღემდე ყოფნით და შუა დღის მერე აღარ აყოფნით. ლია სოზაშვილი ყვება, რომ სიღარიბის გამო ბავშვებს სკოლაში ხშირად დასცინიან. მათხოვა რომ, ბოშა ხარო, ბონჟი ხარო. ჩვენ ვერ ავდებთ ფულსა და არსად არ დადიან ჩემი შვილები და იციან ჩვენი მდგომარეობა და რაღაცა და დასცინიან ატიგებულები მოდიან ხოლმე ბევრჯერ არც წასულან მაგის გამო მეორე დღისით. მრავალშვილიან ოჯახს მეზობლები შეძლების დაგვარად ეხმარებიან. ძალიან კაი გოგოა და მართლა პატივისცემა სულ მუდამ იმსახურებს თუ რაღაცა არის აგვენანება ბრძოლობს რა რომ რაღაცა მიაღწიოს. ეს არის 5 წლის ნახატი. დაზიანებული მხედველობის მიუხედავად ლია სოზაშვილი ხატვას, კერვას და ყველანაირ ხელსაქმეს კარგად ახერხებს. ექიმა გამომიწერა წამალი, რომელიც თელი ცხოვრება უნდა ვიწვეთო, რომ მეორე თვალზე არ გადავიდეს და მეორე თვალიც არ დავკარგო. მაგრამ ვერ ვყიდულობ იმ წამალს, რის სადღაც ესე მითხრესო 11 ლარამდე ღირსო ის წამალიო. და ვერ ვყიდულობ, ვერ ვიმეტებ მაგისთვისაც ფულსა ბავშვებს დაგლიჯილები ერთ ფეხზე და მიჩერნია ბავშვი ყიდოთ უფლი და ვიდრე ჩემთვის წამალი ვიყიდო. სახლის პატრონის დაბრუნებამდე ახალი თავშესაფრის მოსაძებნად ოჯახს ერთი თვე აქვს დარჩენილი. სოზაშვილები დახმარებას ითხოვენ.